მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ შეპირებული ბლოგი, რომელიც ძალიან ბევრს აინტერესებს და ძალიან ბევრი გაიგებს სიმართლეს. ამ ბლოგში მე მინდა შემოგთავაზოთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია უშიშროების იმ ბინძურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ ბინძურ კამპანიასთან მიმართებაში, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებაში, სოციალური ქსელი, მედია, მოწამლული არის ყველაფერი. კონკრეტულად გულისხმობ კონკრეტულ საქმეს, ნატალია ვიბლიანის საქმეს და მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მე არ ვარ არც ნატალია ვიბლიანის მხრის წარმომადგენელი, არც მეორე მხრის წარმომადგენელი, საერთოდ არაფერი მაკავშირებს, არც მაინტერესებს სიმართლე გითხრათ, რომელი მხარე რას ამტკიცებს. მე უბრალოდ ისევე როგორც ყველა ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ისურვებ და ვისურვებ იმას, რომ მხარეებს ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ენახოთ სამართალი, ისე როგორც სვანეთში თავის დროზე სვანური სასამართლოს შედეგად მხარეები დარჩებოდნენ კმაყოფილები და ყველა მიიღებდა თავის წილ სამართალს და თავის წილ სიმართლეს და თავის წილ სასჯელს და არა ისე როგორც მურუსიძის სასამართლო და რა ვიცი, მკვლელების და ყაჩაღების პროკურატურა გამოიძიებს და მოახდენს ამ ყველაფრის, ასე რომ ვთქვათ, კანონიერ ფარგლებში მოქცევას. ამის იქეთ მე არაფერი არ მაინტერესებს და ნამდვილად არ დავინტერესდებოდი გამომდინარე იქედან, რომ უამრავი სიბინძურე ხდება დღეს საქართველოში და არაფერი გამონაკლისი ეს არ არის. თავიდანვე ჩემი ინტერესი იყო ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ კუთხის შეურაცხყოფა და კუთხური ნიშნით სიძულვილის გააღვივება, როდესაც დაიწყო. ჩემი კუთხე არის, თუმცა ნებისმიერი ქართული კუთხე ყოფილიყო, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ნამდვილად იგივე რეაქცია მექნებოდა. ამის შემდეგ გამოხდა უამრავი ნაძირალა ვირთხა, რომელმაც 1000 პროვოკაცია, 1000 ტალახი ისროლა ჩემი მიმართებით, ჩემი ოჯახის მიმართებით და მოკლედ 1 აგვისტოს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დაავადების დღეზე მე შევპირდი ვირთხებს, სისტემის ვირთხებს, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს განაგებენ და ახდენენ სოციალური ექსპერიმენტების, სოციუმის მართვას და უამრავი სიბინძურეების ჩადენას, ჩემი საჩუქარი მიმეწვნა მათთვის და მე ამ დანაპირებს დღეს ვასრულებ. თქვენ ნახავთ დახურულ მიმოწერებს, თქვენ ნახავთ არქივებში ამ ადამიანებზე არსებულ ინფორმაციას, ასევე ნახავთ ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას. ამიტომ ძალიან საინტერესო ბლოგი იქნება. ეს არის ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მაქვს თავს პლუვალდებულად რომ გავასაჯარო, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ საქართველოსთან პოლიტიკური დევნილი, მე ჩემ ქვეყანაში მიჭერდნენ იმის გამო, რომ დიდგორობას აღნიშნავდი, მიჭერდნენ იმის გამო, რომ დავით გარეჯი საქართველოა და სხვა უამრავი ასეთი მიზეზებიდან გამომდინარე იძულებული გავხდე წამოსულიყავი და მე დღეს არ ვედობი საქართველოში არც სასამართლოს, არც პროკურატურას, არც პოლიციას, არც ადვოკატთა სქემას და ასოციაცია ყოფილა და კოლეგია ყოფილა და ესე შემდეგ, არც მათ არ ვენდობი და აქაც ხას გაუსმევ გამომდინარე იქედან, რომ თქვენ რომ ღირსება გქონოდათ აი ადვოკატთა სახელით რო ლაპარაკობთ, ნამდვილად მურუსიძის, ჩინჩალაძის და ესეთი ელემენტების მიერ სამუდამოდ გამწესებას საქართველოს სასამართლოში, რომელიც ხელისუფლება მოახდინა, თქვენი პროტესტით გააპროტესტებდით, დადებდით თქვენს ლიცენზიებს და იტყოდით, რომ ქვეყანაში სამართლის მოპოვება არის შეუძლებელი, არაფერი არ იცვლება, მაგრამ თქვენ ეს არ გააკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ 99.7% გამამტყუნებელი პროცესების, სასამართლო პროცესების სახე იყო სააკაშვილის დროს მურუსიძე. ამიტომ ჩემთვის გასაგებია ადვოკატების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვეულებრივ თანამშრომელი არის სახელმწიფოსი, ჩვეულებრივი თანამშრომელი არის უშიშროების სამსახურის გარიგებას ახდენს პროკურატურასთან, ასე შემდეგ და მე მაგ უსამართლო ქვეყანაში სიმართლე გითხრათ, სამართლის იმედი ნამდვილად არ მაქვს, ამიტომ ვასაჯაროებ იმ ინფორმაციას, რაც ჩემს ხელთ არის. მიუხედავად ჩემი უამრავი გაფრთხილებისა, სუსის ვირთხებმა, რომლებიც ძირითადად ქართული ოცნების მხარდამჭერების სახით ინიღბებიან და ადვოკატების სახით ინიღბებიან, ეს ბინძური კამპანია აწარმოეს და დღეს მინდა მოგართვათ ჩემს მიერ გამომწვარი ტორტი თქვენი დაბადების დღის. ასე რომ გელოდებათ ძალიან საინტერესო ბლოგი და უყურეთ ბოლომდე. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ამ
მძიმე და ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით გამოვიდა ერთ-ერთი მხარის, ნატალია ბიბლიანის წინააღმდეგ მყოფი მხრის ადვოკატი და გადაცემაში, სადაც სულ თავიდან მოხდა ამ ამბის გავრცელება, აი ასეთი განცხადებები გააკეთა. მოდი ერთად ნახოთ ყველაფერი. მინდა რომ გულწრფელი ვიყო. გაუპატიურებას ან სექსუალურ კავშირს ნატასთან თქვენი გულწრფელი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაუპატურებია, არ უძალადია და მსგავსი არ მოხდარა. არ გაუპატურებია, არ უძალადია და მსგავსი არ მოხდარა. თუმცა ზავალა ასაკი ხომ არასრულ დაუდგენელია. წყოვან ადამიანთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. გამოვაკლოთ ასაკი დაუდგენელია. 2000 წელს. არის 17. გამოვაკლოთ როგორ მივიღეთ 18 1983. არის 17. როგორ მივიღეთ 18 საქმის მასერებთან დანაშაულებს ვერ ეყოლებათ საქმის დასალები საქმის მასერებთან იქნება ნანახი. თქვენ გჯერათ საქმის დასალები და არც არის ხოლმე თქვენ აუცილებელი ჯერათ მის უდანაშაულს. თამუნა თქვენ და არც არის ხოლმე აუცილებელი არ აკეთებ შეფასებას არა ერთ შეფასებას არ აკეთებ თქვენ გეუბნები თქვენ აკეთებ არ აკეთებ შეფასებას სრულყოფანი მეგეუბნები თუ არ იყოს სრულყოფანი ეს არ არის შეფასებას ის იყოს სრულყოფანი მეგეუბნები თუ არ იყოს სრულყოფანი ეს არ არის შეფასებას ფაქტია ჩემგან შეიძლება ჭორის დონეზე ხედავთ რა გჭიმ შევჩადენილიო პედოფილი არის ძალიან კარგად და ხედავთ რა გჭიმ შევჩადენილიო პედოფილი არის ძალიან კარგად შეფუთურა ასაკი მდგომარის აღსახელებული რომ იყოს მძიმე ეგეც გათიშეთ ერთი შუთი ეგეც გათიშეთ არ გეგონოთ ვინმეს რომ მე ვიყო მომხრე რა დანაშაულიც არ იყოს ჩადენილი და რა დანაშაულიც არ უნდა გქონდეს პიროვნებას ჩადენილი თუნდაც ადამიანის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ, თუნდაც კაცობრიობის მიმართ მას არ ჰყავდეს ადვოკატი და დამცველი. არა, მე ნამდვილად ვარ ამის მომხრე. იქამდე ნორვეგიაშიც კი პიროვნებამ, რომელმაც 83 ადამიანი მოკლა, მათ შორის ბავშვი და მოზარდი ადამიანები, მასაც კი ნორვეგიაში ყავს ადვოკატი და ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამართალწარმოება. თუმცა ბრეივიკის ადვოკატმა განაცხადა, რომ მე როგორც პროფესიონალი ვალდებული ვარ ამ საქმეს ხელი მოვკიდო და ვინმეს არ ეგონოს, რომ მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საქციელისტ ვარ რამენაირად სიმპათიას იწვევს ან ესე შემდეგ. ვალდებულება არის, კანონი არის, წესი არის და მე ეს კანონი უნდა შევასრულო. აბსოლუტურად ნორმალურია, აბსოლუტურად გასაგებია და აქაც აბსოლუტურად ნორმალური და გასაგები იქნებოდა ყველაფერი, რომ არა მდედრის ესეთი უცხო და უტიფარი განცხადებები, რომელი უცხო და უტიფარი განცხადებებიც უბრალოდ დამწვარზე მდუღარი აღმოჩნდა და რომელსაც მოყვა საზოგადოებიდან ძალიან ძაფრი რეაქცია, შეიძლება შებრძამდეთ ნებისმიერი ვეძებ ქვია ესე საიტს, სადაც მოხდა ამ ყველაფრის ჩვენება და აი ამ საიტზე ჩვეულებრივი მოქალაქეების კომენტარები თავად ამ ადამიანის მიმართ, მისი განცხადებების მიმართ და ეგ ჟურნალისტი ეკითხება, მე კარგი ჟურნალისტი ვარ და შეიძლება თავს მივცე უფლება ასე ვილაპარაკო, მაგრამ შენ ადამიანი, რომელიც ადვოკატი რამდენად სწორად იქცევი და ეთიკის ნორმებს რამდენად იცავ, მან განაცხადა, რომ არის ვალდებული ადვოკატს ჯეროდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლე, ესე შემდეგ და ესე შემდეგ. მოკლედ ამას მოყვა ერთი ამბავი, ჩემი ოჯახი იცნობს მარიამ კუბლაშვილს, ვინც არის. მარიამ კუბლაშვილი იყო ჩემს ძმაზე ესუსის მიერ მოწყობილი პროვოკაციების შედეგად მოძალადეთა ჯგუფის ადვოკატი, იქცეოდა ძალიან ბინძურად, აყენებდა ჯერ კიდე არ გამოტანილ საქმეზე ეძახდა თაღლით ჩემ ძმას, მათ შორის იძლეოდა ინტერვიუებს და ხანდახან ძმები ერეოდათ ერთმანეთში დავით ნემსაძე და ერმილე ნემსაძე კვირისპირტლაზე ახლაც დევს ეს ბინძური ინტერვიუ. 1000 წელიწადების და ჭორის და პროვოკაციული ადამიანი არის. ეს ადამიანი მაშინ კარგად ცნობილი იყო, ასევე იყო მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატი, მაჩალიკაშვილის ოჯახთან დაკავშირებით მას წარმომავლობაც ქისტური გააჩნია, ეს თუმცა იქიდან შემდეგ მოხსნილი იქნა, რის გამო, რატო ეს ჩემი საქმე არ არის, ძალიან საეჭვო რეპუტაციების გამო. მოკლედ, ამ ადამიანს ახასიათებს ესეთი საქციელი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ხრის ესეთი ფორმით დაჭერა და საპირისპირო
არის მყოფი ადამიანების მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, ჭკუის სწავლება, ჯერ არ დამდგარ განაჩერზე 1000 ცილის წამების გამოტანა და ამას მოყვა, რა თქმა უნდა, ჩემი წმინდანაც მოყვა რეაქცია, ხალხიდანაც მოყვა რეაქცია მის ასეთ ბინძურ ქმედებას, რაზეც მოკლედ დიდი ამბები ატყდა და ადვოკატთა ასოციაცია, ყოფილა ესეთი ადვოკატთა ასოციაცია ყოფილა საქართველოში, გააკეთა განცხადება, რომ თურმე, ესე იგი, ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატების მიმართ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით არის ძალიან შეშფოთებული და დააწერა რაღაც, ესე იგი, ვეფხისტყაოსანი ლამის, მოუწოდებს საზოგადოებას ასე არ თქვას, ისე არ თქვას, ადვოკატების უფლებები დაიცვას, ეს ჩვენი პროფესიული მოვალეობა არის და ასე შემდეგ რა. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, საქართველოში წყონებული მამა ჩემი იურისტი იყო და ამბობდა, რომ ადვოკატი მით უმეტეს სააკაშვილის რეჟიმის დროს მკვდარზე ვენოკი იყო და ნამდვილად ასე იყო, მაგრამ რა ვიცი, ამათ რა მორალი და ზნეობა აქვთ, ეს ცალკე საკითხი არის, მაგრამ აი, დაუკვირდით ისინი რასაც ამბობენ რა, ამბობენ, რომ რა ვიცი, ესე იგი, თურმე საზოგადოების პროვოკაცია ადვოკატის მიმართ პროფესიაში, პროფესიულ საქმეში ხელის შეშლა და ეს თურმე დაუშვებელი არის და ესენი თურმე რჩებიან აი ამ პრინციპების ერთგულები და აი ამ მაღალი სტანდარტის გასაკვირია რა. რა თქმა უნდა, ცერონის ნათქვამია, ფურცელი არ წითლდება და არც, რა თქმა უნდა, ამის ავტორი არ გაწითლდება, შეგიძლიათ ჩამოყვეთ ქვემოთ და წაიკითხოთ საზოგადოების კომენტარები, მათი ნდობა, მათი პატივისცემა თქვენს მიმართ, თქვენ ადვოკატების მიმართ, თქვენი ასოციაციის მიმართ და რა ნდობა გაგაჩნიათ და რა პატივისცემას გაგაჩნიათ საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში, მოკლედ ამიდან არის ყველაფერი ნათელი და აქ მე მინდა ერთი საკითხზე მიგაქცევიოთ ძალიან დიდი ყურადღება. სანამდე ჩვენ გადავიდოდეთ მარიამ კუბლაშვილის თვითონ პიროვნების, მისი ბიოგრაფიის, მისი ისტორიის დეტალების და მისი რეალური სახის წარმოდგენასთან დაკავშირებით, მანამდე მინდა ერთი საინტერესო ძალიან საინტერესო დეტალს მიაქციოთ ყურადღება და ეს არის რატომღაც ხელისუფლების ქართული ოცნების ბოტების, ტროლების, მათი პროვოკატორების მიერ თავგამოდებული ხარდაჭერა კუბლაშვილის მიმართ, ლანძღვა გინება შეურაცხყოფა ნატალია ბიბლიანის მიმართ და აი 1000-ნაირი სიბინძურის მთხევა. არც დღეს ახლა ამას თქვენი თვალით იხილავთ, პირველ რიგში მე მინდა შემოგთავაზოთ ეს საერთოდ ნოლი ცარიელი ადგილი პიროვნება ყოველგვარი ზნეობის და მორალის გარეშე, ირაკლი ჯანყარაშვილი, რომელიცაც რო კითხო რომ ჟურნალისტი არის და რომელიც თურმე ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას, გასაგებია ეს მალხაზ გულაშვილის და მათი ერთ-ერთი ეს არის და დააკვირდით უბრალოდ მათ გვერდებზე მათ სოციალურ ქსელში, მათ გვერდებზე წარმოებულ აი ამ სიბინძურის კამპანიას და ინტერესს, აი ინტენსივობას ამ საქმესთან დაკავშირებით, აი ნატალია ბიბლიანის მიმართ რამხელა აგრესია, რამხელა შეურაცხყოფა, რამხელა სიძულვილის ენა იმთხევა და ამ დროს, რა თქმა უნდა, სქროლვა სკრინვის დეპარტამენტი არ მუშაობს, ისინი შვებულებაში არიან გასულები. გადავალთ ჩვენ ამ მომენტზეც, მე ჩემი ძმა რაშვაში ვარ, დარიო კაკაბაძე რაშვაში არის და ესე შემდეგ და ეს ვაჟბატონი პაატა შავაძეც რაშვაში არის, ნამდვილად გადავალთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მანამდე მინდა უბრალოდ ყურადღება მიაქციოთ საზოგადოების გამოხმაურებას ამ საკითხებთან მიმართებაში. ეს არის ერთ-ერთი ბიოლოგიური ნაგავი ქართული ოცნების. ახლა ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ამჯერად მდედრობითი სქესის ქართული ოცნების ესე რომ ვთქვათ პიროვნება, ეს არის ციცი ყველასთვის ცნობილი ქალს, რომელსაც მამაკაცის საოხრე სხსენება ყოველ მეორე სიტყვაზე აქვს დახვეული ენაზე, ადამიანს რომელიც არანაირი მორალი არ გააჩნია დღეს ერთს აქებს, მერე ვისაც აგებს იმას ლანძღავს და აგინებს, ასე შემდეგ და აღწერს ისეთ რაღაცას, რომ
თურმე ჩემს მიმართებაშიო და აი ამათ მიმართებაშიო, ანუ ქართული ოცნების მომხრეების და ტროლების მიმართო გინებაშიო ერმილენ ემსაძეო ფულს იღებსო. ხო და ისიც ვიციო ვინ გაფინანსებსო საქართველოდან. აქ მინდა უბრალოდ ერთი ჩემი ამბავი ჩავატიო. მოკლედ ციცი სამწუხაროდ გიცნობ შენ, რო არ გიცნობდე ჯობია. უბრალოდ მებრალები, როგორც ადამიანი, რომელმაც ეს დაიმახინჯა მისი ცხოვრება, მაგრამ ბინძური ადამიანი ხარ, ბინძურად ცხოვრობ, ბინძური არის შენი ეს აქციელი, რაც შეეხება იმას, რომ თურმე ქართული ოცნების გინებისთვის და თქვენი გინებისთვის და მხილებისთვის მე მიხდიან. მოკლედ, რაც მე თქვენთვის მიგინებია, ალბათ იმდენი ერთი ლარი რო გადაეხადათ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ხას უსვამ, იმდენი ერთი ლარი რო გადაეხადათ, ხო დღეს ალბათ ვიქნებოდი მილიონერი, ხო და თუ ვინმეს გექნებათ სურვილი, რომ ქოცების გინებაში ფინანსური მხარდაჭერა გამეხორციელოთ, ბრწყინვალე ბიზნესი. ამათი გინება არ მიზარება, ვაგინებ, როცა საგინებელი არის, ისე როგორც იმსახურებენ და თუ ვინმეს გესიამოვნებათ, არაა პრობლემა, ანგარიშის ნომერს დავტოვებ ბლოგის ქვემოთ და ქოცების გინებაში თუ ვინმეს გინდათ ფულის გადახდა, სიამოვნებით მივიღეთ. გაგინებთ კიდეც და ფულსაც ავიღებ თუ ვინმე ჩამირიცხავს, რა თქმა უნდა, მაგრამ მერთმა დავიმთავროს ერთი მე ვინ რამეში ფული ამეყოს, საერთოდ ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მანძილზე. ხაძე შემიძლია დავიფიცო. დახურედაზე მოვაწერ ხელს, მაგრამ თუ თქვენ მაინცსა და მაინც გაქვთ ეს ფიქრები და გაქვთ ეს აზრები, ნამდვილად ვიტყვი იმას, რომ ქართული ოცნების და ქოცების დედის გინებაში თუ ვინმეს უნდა ფული გადაეხადოს, ანგარიშის ნომერს დავდებ და მადლიერების ნიშნად ჩარიცხეთ ვისაც გინდათ, არაა პრობლემა. და ეხლა რატომ აი ამ დედრზე დააკვირდით აი ამ დედრს, დააკვირდით მის ქმედებას, ეს გამოხმაურებები, ეჭვებიც აქვს, თურმე ვინ მიხდის და რას მიხდის და როგორ მიხდის, ეს მისი დაქალი ნოჯახაგავა. ვიცი, ამაზე კაი ბიზნესი არ იქნება ქოცების გინებაში, ვინმე ფული გადაიხადოს და დააკვირდით ახლა ისევე აი ამ დედრის დაინტერესებას, მე ვამბობ დაინტერესებას ქართული ოცნების მხრიდან ამ საქმეში და მათი მომხრეების მხრიდან, როგორი სიბინძურეების ნიაღვარი მიდის, ალბათ დღეში 3-4 პოსტი იწერება. აგერა ბატონო, შეგვიძლიათ ნებისმიერმა შეგძანდეთ და ნახოთ და დაათვალიეროთ მათი გვერდები, რომ 10 პოსტიდან 7 ნამდვილად ნატალია ვიბლიანის ლამზღვა გინებაში არის დადებული თვითონ პუტინთან ვახშმოს, აგერ გოგჩო ხო. იციან გოგოები მასე ხანდახან რა, მინდა მისმა სადაკატო. აი ჩემო კარგებო, ეს უბრალოდ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ინტერესი ქოცების მხრიდან ამ საქმესთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი და თუ რატო არის ამასთანაც აუცილებლად ვიტყვი. აუცილებლადაც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. მოკლედ ეს Facebook-ზე რაც მოხდა, ამის შემდეგ აი ამ ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტმა ჯან ყარაშვილმა დაწერა სტატია, სადაც მე და ჩემი ძმა ნატალია ვიბლიანის ესე რომ ვთქვათ ნატალია ვიბლიანთან ერთად გამოგვაცხადა, რომ თურმე საქმე იმაში არის, რომ ფრანგული და პოლონური სპეცსამსახურების დავალება სრულდება საქართველოს წინააღმდეგ და თურმე ეს სქემა გაშიფრულია. ნორმალური ქვეყანა რო იყოს, სამართლის რომ ჯეროდეს, რა ვიცი, გინდა ადვოკატების ან სასამართლოსი ან ამისი, ნამდვილად იჩივლებდა ადამიანი და მოთხოვდა ამ ხალხს პასუხს, დაიმტკიცებიათ ჩემთვის, ჩემი ძმისთვის ასეთ მაღალ თანამდებობაზე ყოფნა ფრანგული სპეცსამსახურების თანამშრომლობა, აი უბრალოდ წაიკითხეთ რა კომენტარები მოყვება, ქვემოთ უბრალოდ რო არ ცხვენიათ კიდეც რა, ეს დაბალი ინტელექტის ადამიანები, მე მინდა ჯანყარაშვილს და ქოცებს შევახსენოს უყველას, რომ დიახ, ქართულმა ოცნებამ საქართველოს თავზე დაასვა ფრანგული სპეცსამსახურების სუფთა რაფინირებული ოფიციალური აგენტი, ეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც
ფრანგული მხარის სასარგებლოდ მუშაობდა თავის დროზე დიპლომატიაში, საქართველოში იყო ელჩად გამოგზავნილი. ასევე მინდა შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი ეს არის პიროვნება, რომელსაც არათუ საფრანგეთის პასპორტი გააჩნია მის შვილებთან ერთად, მას გააჩნია საფრანგეთის საპატიო ლეგიონის წოდება. საპატიო ლეგიონის წოდებას შემთხვევით არ აძლევენ პიროვნებას, ისე რომ იცოდეთ რა, ეს მაღალი სპეცსამსახურების დონეზე შეთავსებული ისა. ისე კი საერთო ჯამში გეტყვით, რომ ორივე ბედკრული მასონური ლოჟის, აღმოსავლეთის დიდი ლოჟის, ესე ქვია, გრანდიასთ ლოჟა წევრები არიან, რომელიც პარიზში აქვთ შტაბ-ბინა და იქ არიან ორივე გემრიელად გაწევრიანებული ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს კომენტარები, რა ვიცი, ახლა ჩემზე რა გითხრათ, მე მართლა დამიფაროს, თავი მქონდეს სამართლებელი ამ საკითხებთან დაკავშირებით, არის უპატრონო ქვეყანა, არის უპატრონო ხალხი, წერონ, ჯღაბნონ, რაც უნდათ, ფეხებზე მკიდე არ მაინტერესებს ნამდვილად, ეს არ მაინტერესებს და მე ახლა მინდა თქვენ გაჩვენოთ აი ეგრეთ წოდებული ადვოკატი კუკლაშვილის სოციალური ქსელის გვერდიც, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი ძმის რეაქციებთან დაკავშირებით და მტკიცებულებები, რომლებიც იქნა წარმოშენილი, ეს ადამიანი მისი ცხოვრებით რას წარმოადგენდა, როგორ ცხოვრობდა, რას საქმიანობდა მაჩალიკაშვილის საქმეში, რას საქმიანობდა ჩემი ძმის საქმეში, რას საქმიანობს ახლა და თურმე ჩივილს აპირებს, აი პროკურატურაში თურმე ჩივილს აპირებს და მოკლედ ისე ამდენი განათლება უნდა გქონდეს ადვოკატს, რომელსაც თავი მოაქვს, რომ ძალიან დიდი ადვოკატი არის, ცილის წამება საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ცილის წამება საქართველოში არის სამოქალაქო წარმოების საქმე და სამოქალაქო წარმოების საქმე არ შედის პროკურატურის, რომელსაც ერთადერთი ვალდებულება აქვს სისხლის სამართლებრივი დევნის საქმის განსახილველი. ამ დონის ადვოკატი ხარ, ამ დონის განათლება გაგაჩნია, ამ დონის ხალხი ხარ საერთოდ თქვენ და ამას იზიარებს უამრავი ნაძირალა და ვირთხა, თავიანთი კოლეგები, თავიანთი მეგობრები, რა თქმა უნდა, აქ შეყელი მთელი ქოცური საზოგადოება დასაჯე, დახვრიტე, ჩამოიყვანე, დაალპე, რაღაც ბედნიერები არიან რა. მაგრამ აი იმისიც კი არიციან, რომ თავიანთ მახინჯ სისტემაში, იმ ავადმყოფურ სისტემაში, რომელი ავადმყოფური სისტემაც არსებობს საქართველოში, მე პირადად ვითხოვდი, რომ ცილის წამება საქართველოში სისხლის სამართლებრივი სასჯელის მატარებელი ყოფილიყოს, ისევე როგორც საფრანგეთში არის მაგალითად 5 წლამდე მტკიცებულება გააჩნია, 5 წლამდე ვადა გააჩნია, მტკიცებულების შემთხვევაში გააჩნია რა ცილს დასწამებ ადამიანს. დანარჩენი კიდე მისი დასვის ქვეშ ყოფის მიმართ საქციელი ერთია და როგორ იქცევა ასევე როგორც ადვოკატის ეთიკიდან და მორალიდან გამომდინარე სოციალურ ქსელში ღიად აი ამ ამბებთან დაკავშირებით ძალიან ბედნიერი მარიამ კუკლაშვილი იზიარებს აი ამ ინფორმაციებს, რომ თურმე მიმართავენ ესა რა ქვია საფრანგეთის საელჩოს და რომ თურმე საფრანგეთის საელჩო ჩამოართმევს ჩემს ძმას პოლიტიკურ თავშესაფარს და ესე შემდეგ, მე მინდა გითხრა, რომ ყველათ იხარჯები, ჯერ მანამდეც რაც ხარჯები გაწიეთ, ჩემი და ჩემი ძმის წინააღმდეგ საფრანგეთში ეს ცალკე საკითხი არის, მაგრამ ყველათ იხარჯებით, იმიტომ რომ ჩემი ძმა უკვე საფრანგეთის მოქალაქე არის, ოფიციალურად მიღება ენა იცის, მიღებული აქვს აბსოლუტურად ყველანაირი დაცვის გარანტიები. თქვენ კიდე მაგ ეგრეთ წოდებულ ქოცურ ხელისუფლებას არავინ გაღიარებთ, საერთოდ ლეგიტიმაციას თქვენსას არავინ არ ცნობს. ყველას თავისი ინტერესები აქვს, ივანიშვილთან მიმართებაში იქნება თუ ზურაბიშვილთან მიმართებაში და ასე რომ წერეთ და იკითხეთ ახლა ჩივილი და ესეთი რაღაცები თქვენ სიზმარში შეგიძლიათ გააკეთოთ ესეთი რაღაც. ამიტომ ეს უამრავი მტკიცებულების დადება შემეძლო აქ თუ რატო გახდა ეს ქოცური ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთი მომხრეები ნატალია ვიბლიანის წინააღმდეგ დიდზე არ შევჩერდებით, თქვენ შეგიძლიათ სოციალურ ქსელში ნახოთ და ახლა გადავიდეთ უბრალოდ აი ადამიანზე, რომელი ადამიანიც არის
ადვოკატის წმინდა და რომელიც ჩივის პროკურატურაში, რომელსაც აქვს უამრავი, ესე რომ ვთქვათ, რა ვიცი, აბა როგორ დავარქვა ამას, როგორ უწოდო, საქმეები მოგებული და რა განათლების ადამიანი არის და რას წარმოადგენს. მოდი დავიწყოთ პირველი თვითონ ადვოკატთა კოლეგიის საიტზე, რას წარმოადგენს ეს ადამიანი. ადვოკატთა კოლეგიის საიტზე მოკლედ წარმოდგენილი არის ეს ადამიანი როგორც ახალგაზრდა პერსპექტიული ქალი, რომელსაც დამთავრებული აქვს ჯიპა, კავკასიის უნივერსიტეტი, თესეუ, სადაც ჰოლანდიაშია გავლილი უზარმაზარი კვალიფიკაცია. ალბათ მახსენდება, ერთ სააკაშვილი იყო ასე, სამ პრეზიდენტი გახდებოდა. რა ვიცი, ერთი 20 დიპლომი ჰქონდა აღებული და ადამიანს უნდა ეცოცხლა დაახლოებით ერთი 200 წელიწადი, რომ იმის ნახევარი დიპლომები აიღო და აი დაახლოებით ესეთი ლეგენდა აქვს შექმნილი მარიამ ყუბლაშვილს, რომ ის არის აი ესეთი ძლიერი ადვოკატი და აი თურმე ამდენ რამეს ართმევს თავს გოგო ყოჩახ, მაგარი გოგო ხარ შენ იცოდე. ქმარიც მაგარი ყავს ის. ქმარზე არ მინდოდა გადასვლა სიმართლე გითხრათ, მაგრამ ამის ქმარი ტარიელის თუ ავთანდილის როლს თამაშობდა რობიკასო სტურუას დადგმულ სპექტაკლში, სადაც სტრიპტიზს უფრო გავდა, ვიდრე ვეფხისტყაოსანი და საზოგადოების განსჯადი გახდა იქ ყველაფერი. პერიოდულად მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ზოგიერთი ადამიანების მხრიდან და აი ეს დიპლომები რაც აქვს წარმოდგენილი თავის გვერდზე, აი ზოგიერთი ბაზაში არ მოიძებნა, ეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არის და ხალხი დაინტერესდა კაცო, რომ ქალმა რომელმაც ახლა თავი ესე გამოიჩინა, ეს თავგამოდებული და ეს ბინძური კამპანიით, როგორც ეს ქალბატონი იქცევა, დაინტერესდა მისი განათლების დიპლომებით, დამადასტურებელი მოწმობებით და რავი, ზოგიერთი როგორც ამბობენ, ვერ მოიძებნა ზოგიერთ უნივერსიტეტში, ჩვენთან დიპლომების საკითხი ძალიან მტკივნეული არის. რასიზმ ახლა ეს მაინც ისე რომ მე არ ვიცი, არ ვამტკიცებ ამას. ამდენი ზუნდერკინდი არის და ამდენი დიპლომი აქვს თუ არა აქვს. ყოველ შემთხვევაში მარიამ მიხედეთ ახლა სუსმა და თქვენს მაგ საქმეს, რომ გოგოს საქმე არ გაუფუჭდეს და დიპლომები მოუნახეთ სადმე რაღაცნაირად გამოურჩიეთ. თორე აი დიპლომის გარეშე საქართველოში პატრიარქის არჩევნებში ვერ მიუღიათ კენჭისრა და აი პრეზიდენტი კი ყავს დიპლომი. რა მოხდა მე შენს რა გქონდეს დიპლომი, რაც პრეზიდენტი ყავს დიპლომი და შენ თუ მიხედავ იქ. მე რა მოხდა? ახლა კი სანამ გადავიდოდეთ ამ პიროვნების უშუალოდ გაშიშვლებაზე და თქვენ მაყურებლები რო იყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ მე ვიღაცა სხვა მარიამ ყუბლაშვილზე არ ვსაუბრობ, მინდა ყველაფერი დავიწყოთ ელემენტარულიდან. აი ეს არის CSKO-ს ოფიციალურ სიაში. მაქსიმალურად შევეცადეთ დანარჩენი კონფიდენციალური ინფორმაციები, რომ პირადი ნომერი, მისამართები ესენი დამემალა, მაგრამ მარიამ ყუბლაშვილი დაბადების თარიღი, ესე შემდეგ და ესე შემდეგ, რომ არ მოხდეს ამ ყველაფრის, ესე რომ ვთქვათ, შეცდომაში შეყვანა. ეს რომ ამ ადამიანზე არის საუბარი, დაიმახსოვრეთ დაბადების თარიღი. ეხლა უფრო გავამძაფროთ ეს ყველაფერი და მე მოვიძიე ამ ადამიანის ინფორმაცია ცოტა ადრიდან საერთოდ სად ცხოვრობდა, მისამართი არის თბილისში, ასევე ცხოვრობენ მასთან ერთად სხვა პირებიც, გაჩვენოთ ეს ადამიანებიც, რომელიც ღია ინფორმაცია არის და დევს CSKO-ს საიტზე, შეგიძლიათ იხილოთ, რომ აი ამ ადამიანზე არის საუბარი, ეს როგორც ვიცი არის დედამისი და სხვაებიც, რომლებიც აი თბილისში ცხოვრობენ აი ამ მისამართზე. აი ახლა კი მე დავიწყე ამ ადამიანის საერთოდ ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება, ხო? აი მოძებნა მანამდე ვინ იყო, სად იყო, როგორ იყო, რანაირად იყო და რა აისახებოდა ამ ადამიანის ცხოვრებაში, ქონება, განათლება, ესე შემდეგ. წავწერ ერთ ძალიან საინტერესო დეტალს. მე მოვიძიე ძველი ბაზა, რომელიც არის თქვენს წინაშე. ქვეყანაში არსებული სხვა მარიამ ყუბლაშვილებიც არის, აქაც დაფარული მაქვს აბსოლუტურად ის დეტალები, რომელი დეტალებიც მოდით რომ კონფიდენციალობა
არ დავარღვიოთ სხვა ადამიანების, თქო არ დამწუხ ახლა ლაპარაკი, საიდან მაქვს ეს ბაზა, როდიდან მაქვს ეს ბაზა და დაგვერდით ახლა თქვენ ესა რა ქვია, აი ამ ადამიანს თუ კი ეს ადამიანი არ არის ის, ვიზეც არის საუბარი. დაგვერდით აი აქ მარცხენა კუთხეში მისი პირადი ნომრის პირველ და ბოლო რიცხვებს, 0808. მარიამ კუბლაშვილი, ვლადიმერი სასული, დაბადებული 1985 წლის 21 მაისს, ქალაქი თბილისი და დაგვერდით მისამართის გარეშე. მარჯვენა კუთხეში არის სარეგისტრაციო ნომერი, როდესაც პირადობის მოწმობა გაიცა ამ ადამიანზე, რა დრო იყო. ეს არის 2008 წელი, როდესაც მარიამ კუბლაშვილი არის 23-24 წლის, ალბათ სტუდენტობის პერიოდში და მას უბრალოდ საცხოვრებელი სახლიც კი არ აქვს, სადაც იქნება ის რეგისტრირებული თბილისში. ეს არის 2008 წელი, კარგად დაიმახსოვრეთ აი ამ პირადობის მოწმობის საწყის და ბოლო ნომრებს დააგვირდით. შუაში გამოვტოვოთ, ამის კონფიდენციალურობაც დავიცვათ. ეს არის პერიოდი, როდესაც ახალ დამთავრებული აქვს და რა ვიცი რა, მანამდე რა ეწეოდა კაცშვილმა არ იცის, მე ნამდვილად ვერ გავიგე ეს ადამიანი რა ეწეოდა. გადავიდეთ ამ ადამიანის ახლანდელ და უახლესი წარსულის პერიოდში ადვოკატის, უმციკლო რეპუტაციის მქონე ადვოკატის ქონებებზე. დაგვერდით იქაც 0808. კიდევ ერთხელ თუ ვინმეს გაინტერესებთ, ახლა გავაჩერებ კიდეც. საქართველო, მარიამ კუბლაშვილი 0808. ეს არის რეესტრი. აქ ირიცხება ქონება, თუ რა ქონების მფლობელი არის მარიამ კუბლაშვილი და მოდი დავაკვირდეთ რა წლებში რა ქონება დააგროვა ამ ადამიანმა და ეს თურმე ადვოკატურასთან ერთად ძალიან წარმატებული ბიზნესმენი აღმოჩნდა. დაგვირდით ახლა ამ ადამიანის ქონებებს. რაღაცის წევრი, რაღაცის ეს დირექტორი, მოყევით აბა. ამდენ ბიზნესებში, ზოგან დირექტორი, ზოგან წევრი, ზოგან ადვოკატი, აი ეს ამ პირს ეკუთვნის კომპანიები, წილის მფლობელობა ამ ადამიანის ამ კომპანიებში 30%, სადაც 3% Golden Group-ში, აი მის ბიზნესში კი 100%-ის მფლობელი არის ჩვენი მარიამი. შეპესე კუბლაშვილი და პარტნიორებშიც 100%-ის მფლობელი, ლავიზა პრესტიჟში აქაც 100%-ის მფლობელი, პრემიუმ სადაც გრუპში 15%-ის მფლობელი, Phoenix and Free აქაც 50%-ის მფლობელი და შეპესე GRG იქაც 50%-ის მფლობელი, ეს არის უკვე 2017 წლიდან დაწყებული აღმავლობა ჩვენი დღევანდელი ვიდეო ბლოგის გმირის ქალბატონი მარიამ კუბლაშვილის. არ ვიცი 2008 წლიდან 2017 წლამდე რა განათლება მიიღო და რა კაპიტალი დააგროვა, რომ შემდეგ ცალკე ბიზნესებს მიხედა, ცალკე საადვოკატო ფირმას მიხედა, ეს მე ვერ ხვდები. ან საქართველოში ამ პატარა კაფანდარა გოგო როგორ შეძლო ამდენი რაღაცა, ეხლა ზოგიერთ შეიძლება გამოვიდეს და ქშურშენი ღმერთს დაამფაროს, ვინმე სიმშურდეს, ღმერთმა ყველა შეარგოს თავისი შრომით შეწეული, მაგრამ საქართველოში ესეთი რაღაცები არ ხდება, ჩემო კარგებო. მარიამ კუბლაშვილი კი 9-ჯერ გამოზრდილი და გაზრდილი ბიზნესმენები ელემენტარულ საარსებოს ვერ შექმნიან, იმიტომ რომ არ ყავთ კრიშა, არ ყავთ პატრონი, არ ყავთ გვერდით მდგომელი არავინ, რომლებიც მათი ბიზნესის უსაფრთხოებას განახორციელებენ. კორუმპირებულ დანაშაულებრივი სინდიკატის მართულ ქვეყანაში, სადაც ვერც სამართალს ნახავ, ვერც თავს ნახავ, ვერც ბოლოს ნახავ და ასე შემდეგ. ხო, საოცრებავ მე სოციალურ ქსელში შემხვდა პოსტი,
რომელიც უამრავად ვრცელდება და სადაც მარიამ კუბლაშვილის ბიზნესთან დაკავშირებით არის გავრცელებული ეს ერთ-ერთმა ამუნიაჯიმ გაავრცელა. ну, კარგი არ ვიცი ახლა ვინა ეს ამუნიაჯი და რას ავრცელებს, ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ აი იქ არის ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების კომენტარები ამ გოგონას მართულ ბიზნესთან დაკავშირებით. ამ წლების მანძილზე, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო თაღლითური. თაღლითური, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში არის დაჭერადი, აი ეგ როგორც გამოჩნდა, რომ საერთოდ ებრაელების მფარველობის ქვეშ არის ეს, რომ სადაც დირექტორი რო არის ის და აი ეს ხდებოდა ადამიანების გადყავება, წაიკითხეთ აქ. და გულამაზე, სიგოგო და ესეთი ისინი. დაგვერდით ახლა თქვენ ამ ადამიანის ამ შემთხვევაში ადვოკატი კი არ არის მარიამი. ამ შემთხვევაში არის ბიზნესმენი და მისი დაზარალებული კლიენტურა, რომელიც წერს, რომ დასაჭერია ეს ყოფილა ადვოკატი, იმას კი არა, ამას ჭირდება, უკაცო ხალხი წერს, ხო? აქეთ ყოფილა დასაჭერიო. ну, მოკლედ, შეგიძლიათ შევძანდეთ თავადაც მოიძიოთ, გადაათვალიეროთ, ნახოთ, ვისაც არ უნდა დანახვა ამას ვერ დაინახავს, რა 10,000-ობით კომენტარი და ეს საერთოდ არ ფშვეშე არა ბიბლიანის საქმესთან დაკავშირებით, მისი ეგრეთ წოდებული ბიზნესის საქმის ერთ-ერთი დეტალი, რომელ დეტალშიც აი ამდენი ადამიანი ახდენს ამ ყველაფერს. და ჩემოკარგებო, ნელ-ნელა ჩვენ უახლოვდებით უკვე საინტერესო დეტალს მარიამ კუბლაშვილის ბნელი მფარველები და მისი სახელის და გვარის დაფიქსირება სახელმწიფო უშიშროების ბაზებში და არქივებში. აი ეს არის ჩემს კომპიუტერში არსებული კრებსები, ეგრეთ წოდებული კრებსები, სადაც უამრავი ცოდვამადლი ინახება და ძალიან ბევრი ინფორმაცია არის აქ თავმოყრილი, რომლის გახსნაც კი კომპიუტერს უჭირს, ამათი ცოდვის ამბები, მე მაქსიმალურად შევეცადე დამეცვა კონფიდენციალურობა იქ უამრავ ადამიანთან დაკავშირებით, რაზეც საუბარი მიდის, მაგრამ ახლა ის არ მინდოდა, რომ ხალხს ვერ გაეგო, დააკვირდით ახლა საძიებელ სიაში, ჩავწერე მარიამ კუბლაშვილი, მანამდე ჩავწერე უამრავი ინფორმაცია არის, მე უბრალოდ შევარჩიე მხოლოდ და მხოლოდ 2. აი ძებნაში ამოგდებული მარიამ კუბლაშვილის საკითხები, რომლებსაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იწვევს უკვე მარიამ კუბლაშვილის პოლიტიკური ცხოველის, როგორც ასეთი სტატუსს და ნახოთ აბა ჩვენ ლამაზ გოგოს, უმშვენიერეს გოგოს, ვინ კრიშავდა, სად კრიშავდა, რაზე მიდიოდა საუბარი და რაზე საუბრობდნენ ამ ადამიანის შესახებ უშიშროების აგენტები, რომლებიც ოპერატიულ დაკვირვებას ახორციელებდნენ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მათ ღიად ჰქონდათ გახსნილი მოსმენები, თვალთვალი, რომელიც აბსოლუტურად უკანონო თვალთვალი, მათ შორის ჩემზე, ჩემ ოჯახზე, უამრავ 10,000-ობით და 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეების მიმართ უკანონო თვალთვალი და უკანონო მიყურადება. ამიტომ მე ძალიან დიდი დრო დამჭირდა ინფორმაციების ამოსაგრებად, მნიშვნელოვანი რაც უნდა ყოფილიყო. შევეცადე რომ მხოლოდ და მხოლოდ ის ამოგვეყო და აი პირველი, რომელიც თქვენთვის იყოს ისეთ შეგიშები, გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დააპაუზოთ, ნახოთ და კრებსი ნომერი პირველი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მარიამ კუბლაშვილის მიმართებაში. ეხლავეს წაგიკითხავთ, ვინც ვერ ახერხეთ წაკითხვას, კრებსი ნომერი 1. მიმდინარეობს დიალოგი უშიშროების თანამშრომლებს, რაც უკვე გარდაცვლილ აკაკი ნემსაძესა და მის კოლეგებს შორის, რომელმაც ვითომ თურმე თავი მოიკლა თურმე, და იქ მიმდინარეობს როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური მიმართულების ყველაფრის თვალთვალი და აი აქ ჩნდება მარიამ კუბლაშვილის სახელი გაიერთებს.
ორგანიზაცია არ ვიტყვი, იურისტი ესა და ეს არ ვიტყვი, ვინ არის, ასე და ესე ამ ვიღაცის ძმა. გაუგზავნა მოკლედ ტექსტური შეწყობილება. პარტია ქართული ოცნება პარტია ქართულ ოცნებას სურს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის საარჩევნო სიაში ჩასმა. დააკვირდით, ეს არის 2020 წელი, უკვე როდესაც ბიზნესებშიც გამობრძმედილია, როდესაც საადვოკატო საქმეც გავლილია, ანუ სრული მოდერნიზებაა გავლილი. მოკლედ და კონკრეტულად ცხონებული აკაკი ნემსაძე პასუხობს ამას და აჰა. ამის უკვე შემდეგ კრებსებში გადატანა შემიძლია ესეც წარმოადგინო, რაც აქ არის, მაგრამ არ არის საჭირო, მე ვფიქრობ, ბევრი უბედურება იქნება, უბრალოდ სხვა ადამიანები არიან, რომლებიც არაფერს შუაში არ არიან და მოხდნენ აი ამ ბადეში. აი ახლა გადავიდეთ მეორე საკითხთან მიმართებაში და აი აქ გოგონაზე ყოფილა ძალიან დიდი მოთხოვნა და ეს გოგონა რა საუბარი მიდის. პრიმაკოვის მე მინდა სხვათა შორის სანამ კრებსის კითხვას დავიწყებდე, მე მინდა გითხრათ, რომ ეს გოგონა, როდესაც ჩემი ძმის თავდამსხმელები იქნენ, რა ვიცი, ჯგუფურიდან ერთი პირი დაკავებული, ისიც შემდეგ გამოშვებული, მაშინ მარიამ კუბლაშვილი აღმოჩნდა აი ამათი ადვოკატი და კოწია მურგოშია გამოუშვეს საქმეების დასალაგებლად რა, რომ ჩემი ოჯახის წევრი არისო, ესე შემდეგ და ესე შემდეგო მარიამ კუბლაშვილიო, რა ვიცი, ჩემი ოჯახის წევრი ყოფილა კოკასი, რო იყო საქმის კურსში, ეს კარგად იცით ვინცა კოკა მორგოშია, ხან ალტერნატივა საქართველოსთვისა, ხან მარსში იყო, ხან იმაში იყო, რა ქვია, პატრიოტთა ალიანსში იყო, ხან კონსერვატორებში იყო, ახლა კიდე ცალკე არის, იცით ახლა ეს ადამიანი ზედმეტი ეს არ ჭირდება. და აი აქ რა საუბარი ფიქსირდება. პრიმაკოვის ფონდის ერთ-ერთ წამყვანთან ეს დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკოსია, იცით, განიხილება, ერთ-ერთი პირი განიხილავს შექმნილ ვითარებას და აი აქ ჩნდება საინტერესო. ალტერნატივა საქართველოსთვის ხელმძღვანელს კონსტანტინე მორგოშიას მოადგილებს, არა კონკრეტებს. არის ინფორმატორი. ერთ-ერთი მოადგილე კოკა მორგოშიას არის ინფორმატორი. ამ პიროვნების, ვინც ამ პიროვნებას აწვდის ამ ინფორმაციას, რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინე მორგოშიას და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს შედგენილი აქვს მიმდინარე წელს საპარლამენტო არჩევნებში მათი ორგანიზაციის სახელით მონაწილე პირთა სია, დააგვირდით, რომლის თანახმადაც სიის პირველ ნომრად იქნება ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი. ხოლო ქალაქის თბილისის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარ კენჭს იყრის გურამ ფალავანდიშვილი, ამათო მე იყარის, ხსენებულ სიაში ასევე იქნება გიორგი ქარდავა, მანჯავიძე და ასევე ამ პიროვნების თქმით, ორგანიზაციის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ დახმარების მიზნით კონსტანტინე მორგოშიას უკვე გადაურიცხა 300,000 ამერიკული დოლარი. აი მოკლედ ეს გოგონა ყოფილა კი არა, ეს ყოფილა მატაჰარი. იქ ადვოკატი, იქ ბიზნესმენი, ქართული ოცნება ვენებს სიჭრის სიაში ჩასასვლელად, მაშინ ქალები ჭირდებოდა, თუ გახსოვთ, ყოველი მესამე ქალი უნდა ყოფილიყო. მე რეტყვა იქ უარი თქვეს და სხვა მიმართულებით განავითარეს ეს ახალგაზრდა პერსპექტიული, როგორც ჩემი ძმა ამბობს, მე არ ვიცი, არ მომიძიებია ეს ინფორმაცია არ ყოფილა ჩემთვის, ახლა ტერლოევა იქნება თუ კუბლაშვილი ნამდვილად არ მაინტერესებს, აქ არის პირი და პიროვნება, რა გვარსაც არ უნდა წარმოადგენდეს. ჩემთვის ეს ხალხი არის საიდენტიფიკაციო ნომერი და რას იქნიან და როგორ იქნიან. და რაც არის საინტერესო,
რაც არის საინტერესო, აქ მე მინდა ერთი ესეთი რამ შემოგთავაზოთ უკაცრავად. აი, ეხლა გადავიდეთ აი ამ ცოდვის ბუდეში. კიდე ერთხელ ვამბობ. გინდ დაიჯერეთ, გინდ არ დაიჯეროთ. ჩემს ხელში რაც არსებული ინფორმაცია არის, მე იმას ვეყრდნობი და რომელიც მოხდა და ჩავარდა ჩემ ხელში. და მე გადავარჩინა ამ ინფორმაციამ და დღეს ცოცხალი ვიმყოფები მეც, ჩემი ძმაც და კიდე ბევრი გადავარჩინა სხვათა შორის. აი ამ სიაში თავმოყრილი არის, რა თქმა უნდა, აგენტები, ადამიანები, რომელსაც თქვენ ყოველდღე ხვდებით, ადამიანებთან, რომლებთან თქვენ ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ. ადამიანები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა სოციალური სტატუსი, ზოგი ბიზნესმენია, ზოგი სტუდენტია, ზოგი დიასახლისია, ზოგი მოსწავლეა. მე ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ ერთ განყოფილებაში თბილისში მარტო დაახლოებით 64,000-ია ასეთი, რომელიც სუსის განყოფილებას წარმოადგენს. ხო და აი ამ სიებშიც მომიწია მე ამ ადამიანის ძებნამ, ფიქსირდება თუ არა ეს ადამიანი ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციაში. მინდა გაგიზიაროთ ოფიციალურ ნომრიან აგენტად უშიშროების სამსახურის. ძალიან დიდი ბოდიში აქვს ეს სია, როდესაც იძახიან, რომ სია გვაჩვენე, ახლა მაშინ უნდა დავაქციო, აი, ბევრი ესა, ამიტომ ცენზურა არის დაცული და დაფარული არის ეს ყველაფერი, აი, გამჭვირვალე ეკრანით, რომელშიც თავმოყრილია ეს ადამიანები და არც ისე დიდი ხნის ძებნის შემდეგ მარიამ კუბლაშვილის იდენტიფიცირება თუ გახდა შესაძლებელი, შეგიძლიათ ყველა მიხილოთ. ეს ადამიანი ამ სიაში აღმოჩნდა. ამას არაფერი მტკიცებულება არ ჭირდება, ვინ რას წარმოადგენს საქართველოში ან ბინძურ ქვეყანაში და როგორ ახდენს ამ ყველაფრის დაკრიშვას, ამ ყველაფრის მართვას სახელმწიფო უშიშროების სამსახური, მაგრამ ვიცი, ბევრს უფრო დეტალურად გაინტერესებთ, მე ყველას კონფიდენციალურობას დავიცავი, მაქსიმუმ რაც შეგიძლიათ აი ეს ნახოთ. აი ეს ნახეთ. ნახეთ ჩვენი მარიამ. ჩვენი გმირი, ჩვენი მაგარი გოგო. როგორ არის? მოხვედრილი. მარიამ კუბლაშვილი 21.05. ესე და ეს. 85 წელი დაბადების. მისი სამსახური. ეს მისი ბიზნესი. აი ესენი უკვე აღარაა საჭირო იქ. მანქანის ნომრები, იარაღის ტარების უფლება, მსგავსი რაღაცები თუ რამე არის, არაფერში არ არის საჭირო. ასე რომ, აქ ნომერიც კი დაგიფარე, მარი, ძვირფასო. ნომერიც დაგიფარე, მაინც იმისთვის, რომ კოლეგებთან რაღაცა არ შეგექმნას. და მე მაქსიმალურად შევეცდები, ვცდილობდი, რომ ეს დიდი ტკივილი არ მომეყენებია არც შენთვის, არც დანარჩენებისთვის, უბრალოდ შემიძლია ერთ რაღაცის თქმა. არ დაგასვენათ გამჩენმა. ნამდვილად არ დაგასვენათ გამჩენმა. იკადრეთ ის, რაც საერთოდ გჩვევიათ ამორალურ ადამიანებს. გადახვიდით ყველანაირ ზღვარს. მიაყენეთ შეურაცხყოფა თქვენ საქმეში დაზარალებული, გაუბედურებულ ადამიანს, მე არ ვიცი რა მოხდა, კარგი ამბავი რა მომხდარი, ყველა მიცის. მე არც მისი სიტყვების 100%-იანად მჯერა ყველაფრის, რასაც ამბობს, მაგრამ ის რომ ცეცხლი კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს, ეს ბუნებრივია, 2x2 4 არის. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასებო, ქოცებო, მათო ადვოკატებო, მათო ტროლ ზაოდებო, ესე შემდეგ. მე იძულებული გამხადეთ, რომ თქვენი ეს რეალური სახე ფორმით წარმომედგინე. და გჯეროდეთ, რომ ეს ადამიანი არის ადვოკატი. რომ საქართველოში ადვოკატობით მოახერხა
უამრავი ქონების დაგროვება. ამ დაგროვების პროცესში უამრავი ადამიანის გადაგდება, განწყარება, უამრავი სასამართლო პროცესების მოგება. რომ ქართული ოცნების ბოტროლები და მათი ქარხნები ტყუილ უბრალოდ უჭერენ მხარს. და ესე შემდეგ და უამრავი. ახლა ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. ეს ჩემი და ჩემი ძმის მიმართ გამოცხადებული რო გქონდათ საფრანგეთის აგენტად გამოცხადება. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ყოველგვარი რამის გარეშე. ბიჭო, იმაზე იმ ხრივ რო რა დონის ინტელექტი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ 2-3 წლის ჩასული საფრანგეთში იმდენად გონიერი, ჭკვიანი და ღირებული იყო ფრანგული სპეცსამსახურებისთვის, და მშრომლობა შემოგთავაზონ და მფარველობა გაგიწიო. არ ვიცი, გენიოსი უნდა იყო. იცით რა, ერთ რაღაცას შემიძლია გაგაწმილოთ, იმიტომ რომ ჩემი ძმიდან განსხვავებით მე ფრანგული ენა არ ვიცი. და მეცაც გეტყვით, შეგნებულადაც არ ვისწავლე. შემდეგ მომავალში არ უნდა ცდუნება რჩენის ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ თქვენ ადამიანები ხართ, რომლებსაც სადაც გაძღებით გენიერად გძნობთ თავს და ვინც გაგაძღებთ, იმას მშობელ მამას და დედას ეძახით. საფრანგეთი გაგაძღებთ, საფრანგეთი იქნება თქვენი სამშობლო. ვიცი, სარკოზი გაგაძღებთ, სარკოზი იქნება თქვენი მამა, მაკრონი გაგაძღებთ, მაკრონი იქნება თქვენი მამა, ან მისი გერმობროდიტი მეუღლე თუ რა ვიცი, კაცი თუ ქალი, უჩვენე გარკვეულა, ზეშჭორი დარბის. ივანიშვილი გაძღებთ ახლა და ივანიშვილი არის ფრანგული სპეცსამსახურების განსაკუთრებული პასპორტის მფლობელი. ასე რომ, ჩემო კარგებო, თქვენგან განსხვავებით მე არ შემიძლია ესეთი რაღაცა, თორე იმასაც ვიტყვი, რომ აი ეს დამპალდა ეს დაყროლებულ საზოგადოებაში, სადაც ამდენ ტალახს გესვრიან, სადაც ამდენ ცილს დაგწამებენ, სადაც ამდენ რამეს აი სამშობლო შეგაზიზღებენ პირდაპირ და საკუთარი ქვეყნიდან გაგდევნიან იმის გამო, რომ დიდგორი ყველაზე დიდი გამარჯვება, რომ დავით გარეჯი საქართველო არის და სხვა უამრავი კიდე მინდა ამ დეტალებში ჩავიდე აქა, თქვენი ნავაშკაცარი, თქვენი ვინ იყავით მტერი და ვინ იყავით მოყვარე და ვინ რას აკეთებდით, ყველაფერი გაქვთ აღრიცხული და თქვენ ხოლმე ავსიზმარში ვერ იფიქრებთ, რომ მსგავს რაღაცები ჩემ ხელში ჩავარდებოდა. თქვენ ხოლმე ერთი, რა ვიცი, გამოშტერებული ლოთი ბრადიაგა ადამიანი გეგონით, რომელსაც თალევა უყვარს და ესე ფსევდოეროვნული იდეები აწუხებს. და სამწუხაროდ შეცდით, ხო წლებია გასული და შემიძლია ეს ვთქვა აღიათ, მაგ დამპალ სისტემიდან რაღაცნაირად უნდა გამომეღწია თავი და არ მინდოდა ისე გამოღწევაც თავის, რომ არ ვცოდნოდა ვინ ვისთან მქონდა საქმე და რა მელოდებოდა. ეხლა რა შეეხება დანარჩენს, მე მინდა უთხრა იმ კატეგორია ადამიანებს, განსაკუთრებით პატაშავაძე ყოფილა ძალიან მომართული. ეს ადამიანი, რომელიც ჩემი ადვოკატი უნდა ყოფილიყო, როდესაც დიდგორობაზე დამიჭირეს, რომელმაც როდესაც დამიჭირეს, კიო, შენი ადვოკატი ვარო და სანამ ციხეში ვიჯექი, მანამდე უარი თქვი ჩემს ადვოკატობაზე, მიზეზით რომ სადაც 5,000 ლარი მოითხოვა, მე ახლა 5,000 ლარს ჯერ უნახავი პატიმრის მიმართებაში ესე ბრმად ვინიხდის და მე და მეორე ეს ადამიანი მე მეგობრობას მეფიცებულ და პროტესტებზე ხდებოდა, დადიოდა ჩვენთან ერთად და რაღაც ბიზნა ივანიშვილის ახლა სურათებით და ოჯახებით რო აქ არის გადაჭრელებული ყველაფერი, ასევე მდინარაძის მე მინდა გავაწმილო ეს ბინძური ადამიანი, რომელიც თურმე ახლა აქეთ მიპირებს ჩივილს და აქეთ მიპირებს დაჭერას და დაჯარიმებას და ესე შემდეგ. ხო, რა ვიცი, ამ ხრივ ცოტა გაწმილებულები ხართ, იმიტომ რომ მე არაფერ ქონებას არ ვფლობ, კიდე ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არც მე და არც ჩემი ოჯახი. არც მე, დედა ჩემი არის ერთი სახლი გვაქვს ქუთაისში, ბაბუა ჩემის და ბებია ჩემის ნაცვალები, მეორე ჩვენი წინაპრების სახლი სვანეთში, ვისაც ხელი შეუძლება უნდა ძალიან ძლიერად
ჩემთვის წმინდა ადგილია, რა თქმა უნდა, ეს როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის და მაგ ერთი 2300 მეტრი მიწა დედულში ნაჩუქარი არის ეს ბაბუა ჩემ დამი და როგორც გითხარით, შემიძლია გადმოგცეთ უსასყიდლოდ, ერთ პირობით, რომ იქ თქვენი სასაფლაო უნდა გავაკეთო და ჩემი ხელით დაგმარხავთ, საფლავსაც ამოგიჭრით. საქართველოში არა ვარ და სანამ თქვენი ეს დამპალი სისტემა იქნება ასე აყროლებული, ნამდვილად არ ვაპირებ დაბრუნებას. ამიტომ პლანჭებს გამოქცეული ვარ. რაც შეეხება ჯარიმებს, ახლა იმიტომ დავიწყე, ყუბლაშვილიდან განსხვავებით და თქვენ პატიოსანი ადვოკატებიდან განსხვავებით, მე სამშობლოს თუ ჩინოვნიკ კოცნაც ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, მე და ჩემ ძმას, როდესაც მოგვიწია სამშობლოს დატოვება, ჩემოდნებით არ დაგვიტოვებია ეს ბევრი ფულით. ერთი ზურგჩანთა წამოვიღე და წამოვიდი. ხო. სხვაგან ვერც აქ ნახავთ თქვენთვის ვერაფერს, ვერც იქ ნახავთ და იჩივლეთ სადაც გინდათ. მოითხოვეთ რაც გინდათ. აგერა ჰოლანდია ახლოსაა და ჰოლანდიაში ჰააგის ტრიბუნალი არის და თუ გინდათ თქვენ საერთოდ თქვენ ჯიშის ხალხს, აი სოროსელებს და ამ ხალხს, ადვოკატებს შევიეთ, გიყვართ საერთოდ თქვენი ქვეყნის დადანაშაულება, რომლის და შეიძლება ეს ჰააგის ტრიბუნალის ბრალდება წამიყენეთ 2008 წლის დროს სამხედრო დანაშაულებების ჩადენასთან დაკავშირებით. ამისთვისაც მზად ვარ, რომ იცოდეთ რა. ეს მე არ მაინტერესებს. ეს თქვენ გაწიეთ ხარჯები, თქვენ გაგზავნეთ ცხოვრება ასე, თქვენ რაც გინდათ ისკენით, მაგრამ ის რაც შემიძლია თავისუფალი სიტყვა და ჩემი ერის ინფორმირება, მე ამას გავაკეთებ. ვერ შამიშლის ამას ხელს, სანამდე პირში სული მიდგა. ჩემზე ვაუდი, ჩემზე თქვენ რო კომპრომატები გქონოდათ და გქონდეთ და ადამიანმა მის თავში იცის რა გაფუჭებული, რა გაიგეთებული. რა სჭირდა ალაგებდით მაგას. ეს ახლა ხელოვნური ინტელექტის ეპოქა არის და შეიძლება 1000-ნაირი შექმნათ კიდე. ერთმა ხელი მოგება, არც ეგ არ მადარდებს. ეს ზღვარიც გადალახული. იმი იშვიათი ადამიანთა კატეგორიაში ვარ, რომლებიც სიცოცხლეში მოკვდნენ და მე ხელახლა დაიბადნენ. და დაიბადნენ ცოტა განსხვავებული შეხედულებებით და სხვანაირი დამოკიდებულებებით და ჩემო პატა, მე მგონი შენს მიმართებითაც ხوار დავიწყოთ ეგ ყველაფერი შენი მონაცემები, შენი ისინი საზოგადოებისთვის მე მგონი საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მე როგორც გავიგე თურმე შენ თუ ვინმე შენზე ის სამართლიანი კომენტარი დაწერა, რაც შენ ჩემთან მიმართებაში ჩაიდინე, რაც ზოგადად ჩაგიდენია და ასე შემდეგ. შენ ამის გულისთვის სკროლვას კრინვის დეპარტამენტზე უნდა მიგემართა, რომ რასი დამახლა თუ კი მიმართა მე არ მსიამოვნებს ამის გაკეთება, ეს საკმარისია შენ ვინ ახარ, როგორ ახარ, ან ყველა ნორმალურ ადამიანს ესმის ნათქვამი არაა საჭირო, ყველა აგენტების ბაზაში ამოხიკო და ყველას მიმოწერა ამოიღო და ყველას პირადი ნომრებით მონაცემები იმასგან და ამას. მე არ მსიამოვნებს ამის გაკეთება, მაგრამ რა ვიცი თუ კი შენ რაგასვენებს მამაზე ციერი შემიძლია მაგით. და ბევრისთვის შემიძლია. ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ, ასე რომ იფრთხილდით. ისევე თქვენთვის, მე ვერ დამაზარალებ თქვენ ვერაფერს. ჩემთვის ეს ცხოვრება სულ სხვა არის და თქვენთვის ეს ცხოვრება სულ სხვა. რავი, აკეთეთ ბიზნესები, მარიამთან ერთად. მიხედეთ ამორალურობას. შევკარით ყველაფერს და ეს ადვოკატთა კოლეგია ხო შემოგეხვია? ყველა არა, მაგრამ ნაწილი კატეგორიის ხო შემოგეხვია, რომ აი შენ მაგარი ხარ თურმე და ღმერთ მაგარი და შენ გვერდში ვართ და 100 და 1000-ს ხო თქვენ გვერდით არის. ხო და კიდე იქ ერთი ირაკლი ზაქარიაშვილია და იმას არ აღედებს კიდე გამჩენი ბინძურ ადამიანს. იმასაც სოლიდარობა გამოვიტყო, კოლეგიალური სოლიდარობა გეთყობა თქვენ. მორალური ხალხი შორის გენიოს რუს თქვენ რო იცით ასე წერალს აქ ტოლსტოის აქ და მშვიდობაში ესეთი ღმერთო ჩემო რა უბედურება არის. ეს გარიწარიერი ხალხი როგორც სწრაფად ერთიანდება.
მოსავალი რა არის? ყველა წესიერი ადამიანი გაერთიანდეს. აი ეს თვითონ ძალიან მარტივია, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან ძნელია. იმიტომ რომ ეს 10,000-ობით აგენტი, რომელიც იღებდა და იღებს ხელისუფლებიდან დაფინანსებას და თუ კომუნისტების დროს ერთ სახლში ორი დომჩეკა იყო, ამათ ხელში 14 და 15-ია, თავის საქმეს აკეთებს. უამრავ ჭორს, უამრავ პროვოკაციას, უამრავ ცილისწამებას, უამრავ ბინძურ საქმეს, უამრავ უკადრებას კადრულებს იმისთვის, რომ ერთობა არ დადგეს. ეს ჯერ კიდე ედვარდ ამბროსევიჩის, თქვენი სულიერი მამის მოგონილი არის, როდესაც კომუნისტების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მან შეკრა ეს სია და მან გააკეთა ეგ ყველაფერი და აი ამ ყველაფრით მიმდინარეობს ეგ ყველაფერი. ასე რომ, ჩემო კარგებო, აი ეს იყო დღევანდელი ჩემი ბლოგი. ჩემ თქვენგან საჭეთ. ბოლოში მინდა აი ადვოკატებს ერთი ვიდეო მოგიზონათ, მედია პრობლემა არ იქნება და თქვენ სინდისზე, თქვენს ნამუსზე და თქვენს ზნეობაზე იქნება ეს ყველაფერი გამოკიდებული. მე როგორც თქვენი მაყოფილი კლიენტი მადლიერებას ამ ფორმით გიხდით. ვისაც გიხებათ, ერთმა შეგარყოთ. ხო. ერთ რაღაცასაც დავამატებ, რომ არ მინდა მე იმ ადამიანის სახელის და გვარის დასახელება, იმიტომ რომ პრობლემებში არის. კიდე პრობლემა არ შეექმნას, მაგრამ როდესაც თქვენ მიწამი მაყარეთ. და მადლობა ღმერთს, რომ მიწამი მაყარეთ. მე იმ ადვოკატმა საერთოდ უკაპიკოდ, უანგაროდ დამიცვა და თქვენივე ბინძურ სინდიკატის მიერ მართულ სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში ჩემმა სიმართლემ აქაც გაიმარჯვა. თუმცა არაა გამარჯვებული ბოლომდე. ბოლომდე მაშინ იქნება გამარჯვებული, როდესაც თქვენ აგებთ ყველა პასუხს, ისე როგორც საჭიროა. ახლა კი გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და თქვენ კიდე გიტოვებთ აი ამ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ სიმღერას და კლიპს, რომელიც თქვენ საქმიანობას ეძღვნება. გაგაბრძანებოდეთ. ღირსება და მორალი ნეტა ეგრახილია. ჩვენთვის ამორალურობა არის პრივილეგია. სინდის ნამუს ვაქირავებთ პროფესიულ ხარჯებად. მონეტიზაციას ვახდენთ თანაწარი ბეგრება. სასამართლო არის სცენა, ჩვენ მსახიობები ვართ. ჩვენს დიდებულ წარმოდგენას პროცესებზე იხილავთ. ჩვენთან კოლეგიალობა სულ სხვა რამეს ნიშნავს. ერთმანეთის ხიმჩის დგას და ურთიერთ დაკრიშვას. სტაბილური ბიზნესია, ფული მოაქვს ოხრად. მანამ სანამ კაცის სულში ბოროტება ბორგავს. რაც დიდი დანაშაული, მით მაღალი ფასი. მოძალადეს ვაქცევთ მსხვერპლად, ჩვენი ჯიგვაქვს ამის. კანონია პლასტელინი, ზერწავთ როგორც გვინდა. რაც მეტ მაყუთს გადაიხდი, გამხვალ მიწმინდა. დამნაშავი საალიბად მოპასუხეს ვაშავებთ. წილს დავწამეთ ბრალს დავდებთ და გავანეიტრალებთ. დამნაშავის გამართლება ზარდია ერთგვარი, რადგან ამითაც მაგდება ჩვენი შემოსავალი. ეს უბრალოდ ბიზნესია, ჩვენ ბედიღბლით ვაჭრობთ. უფულო და სამართალი არ მოსულა ძმაო.